ნოლი, კი, საბურავი. აი, ზურა, რას ვიძახდით, რომ რა შეიძლებოდა კიდე გვეხილა დღეს, ხო? ყველაფერი თითქმის ვიხილეთ და საბოლოოდ აი ესეც ვიხილეთ რა. ნოლ ეს არის რიგით მეორე ავტომობილი, ჩვენი ანუ სურამდენი ავტომობილი. ნერაზე უბრალოდ მოფრინავს, აი ანუ არა, კაცი სხვაობა, მოგესალმებით, მე ვარ გიორგი სარიშვილი. როგორც ხედავთ, ძალიან უხეში ვიდეო გელოდება წინ, მაგრამ სანამ მაგ ეფექტურ კადრებზე გადავალთ, სანამ დრიფტზე მოგიყვებით და სანამ დრაგზე მოგიყვებით, მინდა აგიხსნათ ის თუ რატომ ვართ ეგ-ეტაპში და საიდან მოხვდი ზოგადად აქ. ჩვენ დავდეთ პირველი ვიდეო, სადაც ახალი ავტომობილი დავაანონსეთ. რა თქმა უნდა, ჯერ სახელი არ გვითხოვთ თუ რა ბრენდი არის და რა მარკა არის, მაგრამ თქვენ ნახეთ, რომ ეგ ვიდეო დავდეთ თეგეტას ეზოში. ამ თეგეტას ეზოში მოვედით, გადავიღეთ ეგ ვიდეო და ძალიან ბევრ ადამიანს აინტერესებს თუ საიდან მოვხვდით აქ. ვინაიდან ეგ იყო პირველი ვიდეო, ეგ იყო სიახლე, არ მინდოდა იქ ახსნა განმარტებები დამეწყო, იმიტომ რომ ეს სიხარული მინდოდა გამიზიარებინა თქვენთვის, ეს ჩვენი თანამშრომლობა და ახალი პროექტი და მან აღარ დავიწყე არაფრის ახსნა და ახსნა განმარტება, როგორც ჩვენ გვჩვევია ხოლმე. მაგრამ მე არ შემიძლია ის ხალხი, ვინც ელოდება ჩემგან პასუხს, ესე დავაღალატო და არ მოუყვე ყველაფერი იმასთან დაკავშირებით, თუ ზოგადად საიდან მოვხვდი აქ. მოკლედ, რამოდენიმე წლის წინ, დაახლოებით 4-5 წლის წინ ჩვენ ჩავწერეთ ვიდეო თეგეტა მოტორსზე, რაღაც ერთი დიდი კამპანია იყო ავტომობილის გათამაშებასთან დაკავშირებით და ჩვენ ჩავწერეთ ჩვენი უხეში რეალობა გადავიღეთ ამ კამპანიასთან დაკავშირებით, რომელიც არ მოგწონდა და ბევრი ნეგატიური ვთქვით თეგეტაზე, იმიტომ რომ ეგ გათამაშება მე არ მომეწონა და დღესაც იგივეს ვფიქრობ, რომ არ მომეწონა და ზუსტად იმას ვიძახდი ხოლმე ყოველთვის, რისი თქმაც მინდოდა და ეგ ვიდეო დღესაც და კომენტარებში დაიწერო ბრაცი თქვენი იმენა, ეგ ვიდეოსაც აგაშლევინებენ და სისულელები დაიწერა. ეგ ვიდეო რჩება, არც არავინ არ გვაიძულებს, რომ ეგ ვიდეო წავშალოთ და ასე შემდეგ. ანუ ეგ ერთი კითხვა, რომელზეც პასუხი გავეცი, ეს უბრალოდ ცოდნისთვის რო იყოს. თეგეტა მოტორსმა დამირეკა, მის ხავ შეხვედრა უნდათ ჩემთან, გასაუბრება უნდათ, ჩვენთან ერთად რაღაცა თანამშრომლობა უნდათ და ნუ შეხვედრა მთხოვეს. თავიდან გამიკვირდა, არ დაგიმალავთ, იმიტომ რომ რავი, 1-4-5 წელი გავიდა და იმ ვიდეოს მე არავინ არ გამოჩენილა, ანუ ესე შესახვედრად. პირველი კითხვა, რაც დავსვით, ეს იყო, რომ აი ეს ვიდეო რაც ჩავწერეთ, მაგასთან რა დამოკიდებულება აქვს, იმიტომ რომ ნუ ეხა ეგ ვიდეო არ წაიშლება არასდროს. პირდაპირ გითხრეს, რომ წენა გულში არ ჩაუდიათ. მით უმეტეს, მოდი ეხა ვთქვათ, რომ აქ არ იყო სერვისი, არ იყო პროდუქტზე ლაპარაკი, აქ იყო მხოლოდ ერთ კონკრეტულ კამპანიაზე, მარკეტინგულ კამპანიაზე, რაც ჩვენ არ მოგვეწონა. ისიც დაამატეს, რომ ეგ გუნდი, ვინც ეგ დაგეგმა, ეგ მარკეტინგული კამპანია საერთოდ აღარ მუშაობენ თეგეტაში და ასე შემდეგში გულისხმობა ის რომ ამ წლების მანძილზე აი კითხვები ბევრი დაისვარო, აი განარა შეიცვალო, ანუ ბევრი რაღაც იცვლება ეხა 5 წლის მანძილზე, იმიტომ რომ მარტო ჩვენ ახსნა შეიცვალა ამდენი რაღაც და ეხა საქართველოს ყველაზე დიდი ავტოსერვისია და რა თქმა უნდა, ნუცლებები არის და ვითარდება. როგორც ჩვენ ვითარდებით ყოველწლიურად ახალ პროექტებს ვდევთ ხოლმე, ზუსტად ეგრე ვითარდება სხვადასხვა კომპანიები, მათ შორის თეგეტა, გამონაკლისი არ თეგეტა მოტორსი არ არის. ერთი სიტყვით ვილაპარაკეთ იმ პირობებზე, რა პირობებითაც ჩვენ მუშაობთ. მათ თავისი პირობები გვითხრეს, რაღაც ხელი ჩამოვართვით და აი მაქედან დაიწყო ჩვენი თანამშრომლობა. ვიღაცები რომ ამბობენ, აი ისეთი უხეშები აღარ ხართ და რაღაც სიმართლეს აღარ იძახით და კომპანიებს აღარ აჯობთ, ანუ მაგას აქვს მხოლოდ ერთი მიზეზი. მოკლედ გეტყვით, რომ უბრალოდ საქმის კურსში იყოთ და ჩვენი მოსაზრება იცოდეთ, რას ფიქრობთ. ეხლა რომ კომპანიაზე მე დავიწყო უხეში რეალობების ჩაწერა, ეგ გამოდის, რომ სხვა იუთუბერებს უნდა დავარტყა. ჩვენ, როდესაც ეგ მსგავს ვიდეოს ვიღებდით YouTube-ზე ვიყავით, მით უმეტეს საავტომობილო სფეროში მხოლოდ ჩვენ და რასაც გვინდოდა იმას ვაკეთებდით. და ეხლა მომწონს თუ არ მომწონს სხვა საავტომობილო არხები, მაგას უბრალოდ არ ვკადრულობთ, რომ იმას სპონსორებს დავაჯოთ და რაღაც საქმე გაუფუჭოთ. ზუსტად მაგიტომ ყველას შევეშვით და მხოლოდ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ. ამით იმის თქმა მინდა, რომ ყველაზე თესლი ტიპები კი არა ვართ, უბრალოდ ყველაზე დიდ ფილტრაციას ვაკეთებთ, თუ ვისთან ვითანამშრომლობთ ჩვენ. ანუ ეს არის ჩვენი, რა ვიცი, თავარი მიზანი დასახული, იმიტომ რომ
ჩვენ ვცდილობთ, რომ ჩვენი ერთგული აუდიტორია არ დავაღალატოთ და ყოველთვის საუკეთესო პროდუქტი, საუკეთესო სერვისი და საუკეთესო ვიდეოები შემოგთავაზოთ ხოლმე. კიდევ ერთხელ, ანუ ეს იქნება პირველი და უკანასკნელი ვიდეო. თუ რატო აღმოჩნდით აქ? მე ვთვლი, რომ ისეთი არხი, როგორც არის ჩვენი ყველაზე დიდი საავტომობილო არხი ქართულ YouTube სივრცეში და ყველაზე დიდი ავტოსერვისი საქართველოში, მე ვთვლი, რომ ეს გადაწყვეტილება იყო სწორი, ერთ მარკეტინგულ რაღაცა კამპანიას თუ არ ჩავთვლით, კიდევ ხაზი მინდა მაგას გაუსვა, არასდროს არ ყოფილა ჩემი მხრიდან დაჯმა არც სერვისზე, არც ნაწილებზე, არც პროდუქტზე, არც მომსახურებაზე, მსგავს რაღაცებზე, იყო კონკრეტულად ამ ერთ მარკეტინგულ კამპანიაზე. ძალიან გამიგზელდა ერთი სიტყვით ამაზე ლაპარაკი, მაგრამ უნდა გცოდნოდათ და აწი უკვე გეცოდინებათ. აწი რაც გინდათ ის დაწერეთ, მე რა თქმა უნდა იმ ხალხს გულისხმობ, ვისაც ერთი სულებ რაღაცა დაწეროს ხოლმე, რავი, ხსნილია, რაც გინდათ ის დაწერეთ, მაგრამ ჩემ ერთგულ აუდიტორიას პირდები იმას, რომ უმაგრეს ვიდეო შემოგთავაზებთ და ეს ჩვენი დამეგობრება იქნება მხოლოდ და მხოლოდ წინსვლის. ეხლა გადავიდეთ აი ამ ვიდეოს, რატომაც დააჭირეთ, რატომაც დაკლიკეთ ჩემი ბრუტალური გამოსვლა დრიფტზე. დღევანდელ ვიდეოში მე ვისაუბრებ დრიფტზე, რა თქმა უნდა ვისაუბრებ დრაგზე და თქვენ ხედავთ აქ E36-ს, რომელიც ალბათ შეიძლება ჩემ აუდიტორიას, ჩემ მაყურებელს არ გეცნობოდეს, მაგრამ ეს არის ჩემი გუნდის წევრის მათერო ჭიკაშვილის ავტომობილი, ბრუტალური E36. ვინაიდან სულ ახლახან იყო ეს დრიფტი, ამ დრიფტზე მინდა ვისაუბრო, მე როგორც წინა ვიდეოში შეგპირდით, რომ ვაპირებდი ჩემი გეგმა იყო, რომ მე არა უხეშად, აი ძველი სარიშვილი გავაცოცხლე ნავტალინიდან ამოვიღე და მე შეგვირდით ყველას, რომ ყველაზე ეფექტურ და სანახაობრივ გამოსვლებს განახებდით. ზუსტად ეგ დანაპირები შევასრულე. უხეში კაცი სიტყვა თავანია. აი ზუსტად ეგ დანაპირები შევასრულე. დავიწყოთ სულ თავიდან, როგორ ვემზადებოდი და როგორ ვამზადებდი ამ მანქანას. მეორე ეტაპისთვის ყველა მისის, რომ კომპრესორი დავაყენე ამ მანქანაზე, მაგრამ ბენზონასოსმა ჩაისვარა, იქ ამთველი რაღაც აურია ამთველმა და ერთ სიტყვით მეორე ეტაპი გამოვტოვე. უკვე დრო იყო იმისთვის, რომ რაღაც ეს ყველაფერი მომეწესრიგებინა და აქ დავიწყე მაგ ყველაფერს მოწესრიგება. ნუ ამთველი რომ გამოვასწორეთ, ეგ ვიდეო უკვე ნახეთ, დაიდო, მაგრამ ბენზონასოს შეექმნა პრობლემა და ეგრევე წავედი და მუსტანგისთვის გამზადებული ბენზონასოსი ვიყიდე, რომელიც ჩამოვიდა ეხლა რამოდენიმე დღის წინ და შეჯიბზე ვერ მოვასწარი ამის დაყენება. მაგრამ გეტყვით თუ როგორ მოვაგვარეთ ეგ პრობლემა. ერთი სიტყვით ბიჭები, გიორგა აქ თეგეტაში შეუვარდა წელში, აი ეს ბენზონასოსი ამოაგდო თავისი, გადავაკეთეთ, გადმოვაკეთეთ, ნიკა და გიორგი მეხმარებოდნენ თეგეტაში და მომიწია კუსტარული ბენზონასოსის აწყობა. ან კუსტარული ნიშნავს რას? ბაკი უნდა ყოფილიყო სუსავსე, იმიტომ რომ ბაკიდან ბაკში არ გადავიდოდა ბენზინი და სუსავსე ბაკით უნდა მიარა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ იყო, იმიტომ რომ აგვიანებდა ბენზონასოსი, იმიტომ აგვიანებდა, რომ ნუ ეგ 50-50-ზე ახლა რაღაცას შეუკვეთავ, ან ორ კვირაში ჩამოდის, ან სამ კვირაში ჩამოდის და ეს ჩამოვიდა მაინც და მაინც სამ კვირაში, მაგრამ სულ რო ორ კვირაში ჩამოსულიყო, მაინც ვერ ესწრებოდა, იმიტომ რომ ბენზონასოს როგორც კი დავაყენებდი, მე უნდა წავსულიყავი ნოდოსთან, რომ გადამენასტროიკებინა ეს მანქანა, მე უნდა წავსულიყავი რუსთავშიო მენახა დადის თუ არა და ერთი სიტყვით ძალიან დიდი წვალება გამოვიარე. ბიჭებმა ააწყეს ეს ბენზონასოსი, დაუქუქეთ, ხედავთ რომ მუშაობს, უბერავს ყველა ბარს, პირდაპირზეა მიერთებული. მაქედან წავედი მე უკვე ნოდოსთან, გადავანასტროიკეთ GT Performance-ში ეს მანქანა და აი ჩავედი ტრეკზე და ერთი წვილით გავლა მოვასწარი, სანამ ტრეკი დაიკეტებოდა და მივხვდი რომ მანქანა უკვე დადის. შეიძლება 100%-ზე გამართული არ არის, მაგრამ ნუ შეჯიბს არ გამოვტოვებ. ჩემი ამომავალი წერტილი და მიზანი იყო ეგ, რომ მესამე ეტაპი არ გამომეტოვებინა. ამ ტესტის შემდეგ დავბრუნდი თეგეტაში, რომ გამეგზელებინა მომზადება. ჩამოვედი თეგეტაში და დავიწყე ისევ დასრულება ამ ავტომობილის. დღეს არის ხუთშაბათი, ხვალ უკვე პარასკევს არის კვალიფიკაცია და შაბათს არის შეჯიბრი. ჩვენ მოვედით, რომ ეხა ჩემი მანქანა ბოლომდე დავასრულო, ანუ პატარა რაღაცეები დამჭა ჩასასწორებელი, აკუმულატორი მჭირდება და რა თქმა უნდა საბურავები უნდა წავიკო აქედან. ყველამ კარგად იცით, რომ საბურავებს დრიფტერები თეკეტაში ვყიდულობთ და ცოტა ხანში ყველაფერს გავამზადებთ და მანქანას ავიყვან ჩვენს პრიცებზე, უხეშ რაპტორზე ავაგოროთ ჩვენ მუსტანგს და წავალთ უკვე რუსთავში. რუსთავში დღეს ვივარჯიშებ, ხვალ იქნება დილით ვარჯიშები, მერე კვალიფიკაცია იქნება და შაბათს უკვე იქნება შეჯიბრი. ეხლა შევიდეთ, იმიტომ რომ აკუმულატორი მაქვს შესასვლელი. ეს აკუმულატორი დიდხანს ოდგას ხოლმე მანქანა უკვე გაფუჭდა პირდაპირ ვიძახი და აკუმულატორს რო შევსვი, გადავხედავთ ამ ყველაფერს, უკვე კიდე რამე თუ არის ჩასასწორებელი, მაგრამ უკვე ერთი კვირა, ბოლო ერთი კვირა ამ მანქანას გადავყევით, წეს არაფერი აღარ უნდა დავჭირდეს. გამოვაგოროთ, პრინციპს ჩავაბავთ ჩვენს რაპტორზე, ავაგოროთ ამ ჩვენ მუსტანგს და წავალთ რუსთავში უკვე. ძალიან დაცხა, ამიტომ ყველაზე ლაითად ვეცადე რომ ჩამეცვა, იმიტომ რომ აი ამ სიცხეში ძალიან რთული ამ დრიფტკარში იმყოფებოდე 40 გრადუსში, აი რო ცხელდება ყველაფერი, ამიტომ აი როგორც შემეძლო ყველაზე ლაითად ჩავიცი რომ არ ჩავკვდე შიგნით. შევიდეთ ახლა აკუმულატორს მოიტანენ, ველოდები რომ ახალი აკუმულატორი ჩავაყენოთ, მაგასაც ჩავაყენეთ, კიდე ერთს გადავქოქავთ, ნახავთ რომ ყველაფერი რიგზეა და
გავამზადეთ ამ მანქანას, რომ წავიდეს რუსთავში. მოვარჩიეთ ვარტა, ჩემსას AGM-ი არ აქვს, იმიტომ რომ სტარტ-სტოპი აღარ აქვს უკვე ამ მანქანას, ეგ ამჭირდებოდა, ამიტომ ჩემ მანქანაში პირდაპირ ჩავაკეთეთ ჩვეულებრივი აკუმულატორი. ესე იგი, ვარტა არის გერმანული ხარისხის, ანუ ყველა საქართველოში ძალიან ბევრ მაინც უკვე ეს ბრენდი, ჩემი ახლა არ ჭირდება, მაგრამ რატო ვარტა? იმიტომ რომ არის გერმანული, ქარხნულად მოყვება გერმანულ ავტომობილებს, ეს არის Mercedes, BMW და Audi. ერთი სიტყვით, ძალიან დიდხნიანი გამოცდილება აქვს ბაზარზე, 100 წელზე მეტი არსებობს ვარტას აკუმულატორი და ნუ ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესოა. Plus მაგას სიტყვები ჰაერზე არ მომაქვს ხოლმე, ჩვენ მანქანაში გაიტესტება, ეს აკუმულატორი იქნება მანქანაში ძალიან დიდი ხანი და ნუ თქვენს ნახავთ ხოლმე გარედანაც ჩანს და შეგიძლიათ ჩახედოთ როგორი ლურჯი აკუმულატორი მიყენია ჩემს საბარგულში. ტესტირებაში იგულისხმება ის, რომ 2 წლიანი გარანტია აქვს, 2 წლის მანძილზე თუ რაიმე მოვიდა ამ აკუმულატორს 100%-ით აგინაზღაურებს თეგეთ, ანუ ეგ ძალიან კარგია. 2 წლიდან 3 წლამდე, ანუ იმ 1 წელში 50%, ხოლო 3 წლიდან ზევით, აი 5 წლის მერეც თუ ისე ვარტა გიყენიათ და გაფუჭდა 10% აგინაზღაურდებათ. აკუმულატორი ახლა მორჩებათ, გადავქოქავ და გამოვაგოროთ, რაპტორიც აგვიყენია, მაგ რაპტორს ჩავავოთ უკვე იმ პრინციპს და როგორც გითხარით, ავაგოროთ ამ მანქანას და წავიყვანთ რუსთავში. მაგრამ საბურავების პავილიონი მინდა დაგათვალიერებინათ, იმიტომ რომ დრიფტზე ჩვენ ვიყენებთ ეგეთ საბურავებს და აი აქ მოდივართ ხოლმე უკვეთავთ 30-40 საბურავს, წინას დაჯავშნილიც კი გვაქვს, მე 80 საბურავი მაქვს წისრებით დაჯავშნილი და აქ მოვდივარ ხოლმე, გადაიხდით თანხას და აქედან უკვე წაიღებ სასურველ საბურავებს. აქ არის ნამდვილი სპორტული საბურავი, Michelin და Bridgestone, თუმცა დრიფტში ჩვენ იაფიან საბურავებს ვიყენებთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრს ხარჯავთ, ძალიან ბევრს რო ხარჯავთ, შესაბამისად გვინდა ხოლმე ცოტა იაფად გამოვუწრეთ. ნუ ეგ მინუსები აქვს დრიფტს, უზომოდ ბევრი საბურავი გჭირდება. აქ არის სპორტული საბურავები, არის ყველა სეზონის საბურავები, არის ზაფხულის, ზამთრის და ერთი სიტყვით ჯიპი იქნება, SUV თუ Suzuki ავტომობილი, ყველაფრის საბურავებია. ესეც ჩემი მონსტრი გაირეცხა უკვე, დროა ესეც ამოვქოქო, პრინციპი ჩაობა და შემოვაგოროთ უკვე პრინციპ ჩაბმული რაპტორი. წავედით, მოვამზადოთ. მოგეთ აკუმულატორი შევცვალოთ, საბურავები ავარჩიეთ, საწვავზე გავარდი, ვისოლში მოვიმარაგე საწვავი, იმიტომ რომ საწვავი რატო არის საჭირო. პირველი რომ ისედაც შეჯიბზე რომ საწვავი გითავდება, იქვე უნდა ჩაასხა და არ უნდა იგნო ქალაქ-ქალაქ, სხვადასხვა ბენზინ გასამართსადგურებზე, იმიტომ მაგის დრო არავის არ აქვს და მეორე, ჩემი პრობლემა რაც იყო, ვინაიდან კუსტარული ბენზონასოსი მიყენია, სავსე უნდა ყოფილიყო აუზი სულ ყველა გარბენზე. ამიტომ მოვიმარაგე, ეს რაპტორი მივაყენე, რაპტორშიც ჩავასხე, ეს ჩემი აუზები მივიტანე, მივყარე. ჩემ ფასდაკლების ბარას ხმალივით ვიქნებ. ამიტომ ეგ აპლიკაცია ვინმეს გადმოწერილი თუ არ გაქვს, აუცილებლად გადმოიწერთ ფასდაკლებასთან ერთად, რა თქმა უნდა, ქულები გიგროვდებათ და ყველა ჩასხმაზე ვისოლში როგორც მივიდივარ, მაგ აპლიკაციას ვიყენებ. აუ, მე ყოველ შემთხვევაში ძალიან მაგრად ვიყენებ და მე რასაც ძალიან მაგრად ვიყენებ ხოლმე იმ პროდუქტს ყოველთვის გთავაზობ. მაგის მერე დავბრუნდი ისევ თეგეტაში, რომ მანქანა ამეყვანა პრინციპზე და წავსულიყავით კვალიფიკაციაზე. კვალიფიკაციის დღე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე. ერთი სიტყვით გადატრენილი უხეში დრიფტ ტიმი, უხეში რეისინგ ტიმი, როგორც გინდათ ისე დაარქვით, მე და მათე ჩავედით. მათე, ანუ ეს ვიდეო, ამ ვიდეოში რატო ვახსენებ მათეს? იმიტომ წესიერი ვიდეო დრიფტის არ გადაგვიყია, ვინაიდან პირველ ეტაპზე მათე ვერ გამოვიდა საქართველოს ჩემპიონატზე, იმიტომ რომ მანქანა არ ყავდა მწყობში, მეორე ეტაპზე მე ვერ გამოვედი და როგორც იქნა მესამე ეტაპია, სადაც ეს უხეში ხალხი ჩავდივართ, ჩემი მუსტანგი და მათეს 8 ცილინდრიანია 36-ით, რომ უნდა დავანგრიოთ იქაურობა. ერთი სიტყვით, კი, რაღაც შედეგი დავდეთ, საკაიფო, კმაყოფილები ვართ, მაგრამ მეტი შეიძლება, იმიტომ ჩვენ მეტი გვინდა. არ ვჯერდებით იმ რაღაცა შედეგებს. დაიწყო კვალიფიკაცია, ვემზადები რომ ეხლა კარგი გარბენი უნდა დავდო, ჩემი ამომავალი წერტილი, ჩემი მიზანი არის, რომ ეგ დღე იყოს ყველასთვის დასამახსოვრებელი, რომ მუსტანგმა იქ დაანგრიოს ყველაფერი და რა თქმა უნდა, ისე სარიშვილი გაჟღერდეს, ისე როგორც ადრე იყო ხოლმე, როდესაც მე ვიყავი პიკში.
კაიო? კარია, ფუტბოლი. ეგრევე მოდი დაგეკითხე. ამოცანა არის, რომ კარგად გავიაროთ კვალიფიკაცია. ნუ მათ ემზადება, მე ვემზადები. რა თქმა უნდა, სოლვერი აქ უნდა ვახსენო, აი ამ საბურავებს ვცვლით, აი ავის ერთ გარბენს, ანუ ორ გარბენს რა, ერთ გასვლა ძლივს ყოფნის შემანქანაზე საბურავი, იმიტომ რომ ვანადგურებ, ისეთი სიცხეა, რომ ეს საბურავი უბრალოდ ხრება. გვეხმარებოდა სოლვერი. სოლვერი არის მოძრავი ვულკანიზაცია და სამრეცხაო, ძალიან კომფორტულია. მე ყოველ შემთხვევაში ძალიან მაგრა ვიყენებ, ჩემს გვერდით არიან პირველი ეტაპიდან და თქვენს თუ დაგჭირდებათ ხოლმე, ანუ ან კომპანიის მანქანების გარეცხვა, ან საბურავების შეცვლა, ან რაღაც კერძო სახში ყავთ მანქანა, ან ისეთ ადგილას, სადაც შეგიძლიათ რომ საბურავები გამოცვალოთ, შეგიძლიათ გამოიძახოთ, მოვლენ, ან ავტომობილს გაგირეცხავენ, გაგიპრიალებენ ლამაზად, ისე როგორც თქვენ გინდა, ან საბურავებში ასვევინებთ და ანუ ადგილზე მომსახურებით. ერთი სიტყვით კვალიფიკაციაზე გიწევს გასვლა ორჯერ, საუკეთესო ქულა არის შენი მთავარი ქულა და იმ ქულით უკვე გადანაწილდები სხვა მრბოლელებთან. ანუ ის ქულა განაპირობებს თუ ვის შეხვდები. ისე რანაირად იანა შეჩე. საუკეთესო ქულა 80 ქულა იყო, აი მანდ დავიწყე უკვე ის აგრესიულობა, რომ აი ქისდეულები რაც დრიფტს შეეფერება, იმ აგრესიულობას, kill mode-ი მაქვს ჩართული სალონში, წითელი შუქი ანათებს, RTR-ის ცხვირი და ვალვოლინის ცხვირი იგიდან იბღვირება და ერთი სიტყვით ყველა კმაყოფილები ვართ, ყველა ბედნიერები ვართ, კვალიფიკაციაში ნორმალური ქულა ავიღე, თუმცა 4-ელში ვერ მოხდი, მაგრამ მინდოდა მაინც იმ 4-ელში მოხვედრა, არ ვიცი რატომ არა ვერ მოხდი იმ 4-ელში, მაგრამ ყველაფერი წინ არის, შეჯიბრი უკვე შაბათ დღეს არის და კვალიფიკაციაზე დავიშალეთ. ეს ნასოსი სამასობაში გავხსენით, ჩემი $1000-იანი ნასოსი, რომლის გამოც აი უკვე თვეებია ამ მანქანას ვაწესრიგებ, აი ესე გამოიყურება. ეს არის ბოლტონს რასაც ვეძახით ხოლმე, პირდაპირ ჩავაყენებ, შევაერთებ და დამთავრდა კინო. ნასოსი გვაქვს, რომელიც მუშაობს 1000 ცხენის ძალაზე. რა თქმა უნდა, ამ ნასოს რო დავაყენოთ, მე ისე მომიწევს GT Performance-ში ოდოსთან მისვლა გადავანასწროიგოთ, იმიტომ რომ ნუ ეს ნასოსი სხვანაირად მუშაობს, ეს რაც ვიყიდი, აქ უკვე ორი ნასოსია ინტეგრირებული და ის სხვანაირად მუშაობს. უკვე შაბათი დღეა, მთავარი ღონისძიება, საქართველოს ჩემპიონატის მესამე ეტაპი, Night Drift-ი, ღამის დრიფტი. ისთვის ვემზადებით ყველა, აი მზადყოფნაში ვარ, სიცხე მოკლა, აი სიცხემ დაგვადუღა. კეთე ყველაზე დიდი გამძლეობა იყო სიცხე, ანუ აი იმდენი წყალი დავგლეთ, ალბათ არ ვიცი, მაგრამ ცხოვრებაში არ დაგვილევია არავის ერთად. ერთი სიტყვით ერთი ის მაწყნარებდა, რომ ვალვოლინის რეისინგი მესხა, იმიტომ რომ ამ სიცხეში აი ჩემ მაჩვენებლებს რო უყურებდი ხოლმე დაჩიკები, აი ყველა გაზის ჩაჭერაზე ყველაფერი სადღაც ტრაქში გადადიოდა, სპეციალურად რეისინგზე თიმისხია ვალვოლინის, რომელიც მაღალ ტემპერატურაზე მუშაობს და აი ერთ-ერთი მაგაზე ვიყავი წყნარად, რომ აი ძრავს იზეთი მიხედავდა, იმიტომ რომ ვერაფერს ვერ ვაკეთებდი წყალს. საწვავი ისე ცხელდებოდა, რომ აი ეს ნასოსი უსწრაფოდ აწყობილი იდეაში წვინინგოვი ნასოსი რაც მეყიდა, ისიც კი ფურთხუნს იწყებდა ბოლოს, რაც ნუ ცოტა მაშინებდა. გიორგი ზარიშვილი მესამე ნომრით სიმუშტანგით.
მათე როჩიკაშვილია მის გვერდით ნომრით 500 დაიწყო უკვე შეჯიბრი, ხვდები ლუკა ღარიბაშვილს, E46-ით იღებდა მონაწილეობას. სხვათა შორის ბევრი არ უვარჯიში, არ უვლია და არ ვიცოდი როგორ მიარა, იმიტომ აქ გუნდები უკვე დახვეწილი დრიფტის სხვა ლეველზეა გადასული. ჩემ დროს დრიფტი იყო, აი გასწრო გათხრი, რაც შეიძლება ახლოს უნდა იარო, დავალება შეასრულო და არანაირი შეჩერება და შეფერხება და აქ უკვე წავიდა როგორი თემები, იცი, აი ხა წაუტორმუზე, იქ შეესწომა დააშვებინე, ის აქნევინე, სპოტერი გეუბნება ჩათალხოვებს რა უნდა გაუჩალიჩო შენ უკან მომავალ მანქანას და ასე შემდეგ. მეკიდა სპოტერი არაფერი არანაირი სპოტერი იმენე ჩავჯექი დავიფარე ჩაფხუტი kill mode წითელი განათება სალონში ამოვარტყი და всё გადატენილები ვართ ერთ-ერთი რჩევა რომელიც მართლა გავითვალისწინე იყო ის რომ ზედმეტად safe mode-ზე იარეო იმიტომ რომ ისეთ ფორმაში არ არის ლუკა ამ ეტაპზე როგორზეც უნდა ყოფილიყო და ეცადეო რომ ძალიან ახლოს არ მიხვიდე რომ რაღაც შეტაკება არ მოგივიდეთო მაღალი ქულით რა თქმა უნდა პირველი ლიდი ვიყავი მე მივდიოდი წინ და აი ამ safe mode-ით იარეო ისეთი გარბენი ვერ დავდე როგორიც მე მინდოდა და რა შემართებითაც ვიყავი. ერთის ამ ორი გარბენიდან ორივე სუდი გარბენი მქონდა პირდაპირ ვიძახი მეც და ლუკასაც, მაგრამ საჯებს ჩემი გარბენი უფრო მოეწონათ და გავხდი გამარჯვებული top 16-ში. გადავედით top 8-ში. როგორ გავლას ვიხილავ შვენიერი მუსტანგი ორი აგრესიული მოწყვეტა მუსტანგისგან თუმცა სად მიდის სარიშვილი საოცარი სეივი გააკეთა ახლა ლუკამ ბრავო ღარიბაშვილს რომ მოახერხა ამ ტრაექტორის გამეორების გარეშე აქ ისევ განაგზობს ვიწრო ტრაექტორით ტრასის გავლას საიტაჟიტრო კარგად გაიარა და ნახოთ მე-6 ზონაში შესვლა, ანუ აშკარად სეტაპში რაღაცა ხარვეზების გამო ან მოჭიდება ვერ გათვალეს ზუსტად საბურავის წნევა ლუკას წინ დაწყდებოდა ნახოთ ავტომობილები გასწორებულია პოზიციებზე ცნობილადზე აძლევს უკვე საბოლოო ნიშანს ავტომობილებს და დავიწყეთ ღარიბაშვილი მიემართება მოწყვეტის ტელეგრამზე პირველია საკმაოდ ჩამორჩა აქ უკეთეს ტრაექტორიაზე დგას სარიშვილი თუმცა ის ლიდერის ტრაექტორიას უნდა მიყვებოდეს რა ტრაექტორიას შესთავაზა ლიდერი ეს არის დავალება ამ პროექტში კი მისი ლიდერი ვიწრო ტრაექტორიას არჩევს ყველა ზონაში და კედელთან როგორ ახლოს ჩაიარა გიორგი საიშვილი გადაუჭით კონტაქტს მე-6 ზონისკენ მივემართებით და ყველა ზონაში გაცილებით უფრო დიდი კუთხით შედის გიორგი საიშვილი თუმცა ძალიან კარგად გაიარა მე-6 ზონა აჰა გიორგი საიშვილი არის გამარჯვებული სიცხესთან ერთად დაძაბულობა უკვე პიკს აღწევს, იმიტომ რომ ხვდები გიორგი გრიგალაშვილს ყვითელი BRZ GT86 FRS-ი რომელიც გინდათ ის უწოდეთ, ვალვოლინის მანქანა, ვალვოლინის სტიკერებშია ის მანქანას და ორი ვალვოლინი ხვდება ერთმანეთს. აქ უკვე რჩევა მევა არ ვიცი გათიშული მაქვს ყველაფერი იმენა თვალებში მარტო წითლად ვანათებ იმიტომ რომ აი მინდა მაქსიმუმი დავდო და ზუსტად ეგრე გავიარე გრიგალაშვილი იყო ליდი თავიდან მე ვიყავი ჩეისი ანუ უკინამდე გავყოლოდი და როგორც კი დავიძარით აი მაქსიმალურად გაზგათყლები მივდივართ და ზედმეტად პირველ მოსახვევში უკვე შენელების ზონა რო დასრულდა, უკვე აჩქარების ზონაში ზედმეტად ნელა მიდიოდა გრიგალაშვილი და მან ეგრევე ვაგზნობი რომ უნდა აუჩქაროს ბეტსონის გვერდი მან მოუნათლე, ცოტა მივაწექი, იმიტომ რომ ძალიან ზანტად მიდიოდა ჩემი გადმოსახედიდან და ეგრევე ვხეთქე ყვითელ ბიაზის. მოგეთ ორი ვალვოლინის დაჯახება მიდი სერიოზული, საკმაოდ ეფექტური და კარგი გავლა იყო ეგ პირველი გარბენი და უკვე შეცვლის დრო არის, მე მივდივარ ლიდზე. იდეალური გავლა არ მქონია, მაგრამ ნუ საჭებს ჩემი სიარული უფრო მოეწონა. ანუ იდეალური არ ყოფილა, მაგრამ იყო ერთი რაღაცა, ეს 70% სიმხეშე ისიზრობა. 100-ზე როდის უნდა აწიო? 100 უკვე ნელ-ნელა უნდა დავიწყო უკვე.
კოროჩე იმენა არაფერი აღარა. წმინდეს ანუ აი ამაზე ვეღარა ვარ. Like the circuit, told me, show me how you work it. Icy, cold but spicy. Drip, drip, drip like an IV. Icy, cold but spicy. Drip, drip, drip like an IV. Icy, cold but spicy. Drip, drip, drip like an IV. აკი არტი არის ბოდიკიტით, ხო. დრიფტის შესაფერისად. და დავიწყეთ. გიორგი სარიშვილი გაყვება გიორგი გრიგალაშვილი. მეორე ზონისკენ გრიგალაშვილი რაღაცა საერთო მოწყვეტა იყო. მეორე ზონაში ორმაგი მოწყვეტი შევიდა და სარიშვილი ბაზაში უდგას არ მეტრითაც მეოთხე ზონაში კარგად შევიდა. გიორგი გრიგალაშვილი ახლა შემდგარი ინსაიდ გასროლა როგორ კარგად შეასრულა გრიგალაშვილმა და ახერხებს რაღაცა იგივე გიორგი სარიშვილი მაინც პრესინგი აწარმოოს თავის ლიდერზე. აი ეს წონის კონტროლი შეხედე პირდაპირ მთელი კორპუსით ეჯახება პირველი მოსახვევში. აი ეს იყო რაზეც ვაუბრობ. აი ეს ეხლა კარგად. Like an IV. გრიგალაშვილი საკამაოდ ძლიერი კონკურენტია, ანუ უკვე წლებია დადის. პირველი ეტაპის გამარჯვებულია, 20-25-ის პირველი ეტაპის გამარჯვებულია. საკმაოდ კარგი მძღოლია. ჩვენ ვიცით, რომ გრიგალაშვილი მოდის გადატენილი, ჩვენც უნდა დავხვდეთ გადატენილები. ერთი სიტყვით მეორე გარბენი უკვე იწყება, მე ვარ lidy, გრიგალაშვილი არის chase და მან დიწყება ყველაფერი, მთელი ომი იწყება მან. გრიგალამ ძალიან ახლოს უნდა იაროს. კი, და უნდა უფრო ძალიან ახლოს დამსუბუქდეს. უნდა იაროს და მუსტანგენ ახლოს გავლენილი არის და მოწყვეტას აცრულებს გიორგი სარიშვილი ესე კარგად აკეთებს აჩქარებას მეორე ზონაში. გრიგალაში ცოტა პრობლემები აქვს, ისდება დაშორება მათ შორის თაღოს გადაწყვეტა. საჩენკო ცოტა ვიწროდ შევიდა მეოთხე ზონაში, მაგრამ აქ უკვე ბოლოსკენ გამოასწორა. Accelerator ნოლი, კი, საბურავი. აი, ზურა, რას ვიძახდით, რომ რა შეიძლებოდა კიდე გვეხილა დღეს, ხო? ყველაფერი თითქმის ვიხილეთ და საბოლოოდ აი ესეც ვიხილეთ რა. როგორც უკვე ბევრჯერ ვახსენე, რომ მთელი ჩემი მუღამი ის იყო, რომ აი დასამახსოვრ, აი მუსტანგი და სარიშვილი უნდა ყოფილიყო, უკვე აი სენსაცია, აი ყვითელი პრესა უნდა, სათაურები უნდა ყოფილიყო. ზუსტად ეგ მოხდა. ერთადერთი გული რაზეც დამწყდა, რეალურად მოგებუნი ხელი ძალით წავაგე, აი ზუსტად აი ამ სპეცეფექტების გამო. Kiss the Wall-ი არის ძალიან მიღებული ფენომენი, მოვლენა დრიფტში, ანუ კედელს რო გაუსვნა საბურას ამე რამე დაბრკოლებას რო ტრაქს გაუსვნა, ეგ არის ნუ პიზდესი, ულამაზესია, უთესლესია და ყველაზე მაგარი ეფექტები ზუსტად დრიფტის მთელი მუღამი არის ეგ, რომ აი ყველაფერთან ახლოს დადიხარ. ერთი სიტყვით, აი ეს ადგილი გაუსვი, დიდი არაფერი, ეხლა ეს ვიდეოში მივაყარეთ, რომ ესე გამოჩენილიყო, რას დავამტვრეთ, მაგრამ ამ ბამპერს საერთოდ არაფერი არ ჭირს, იმიტომ რომ უკან მოხსნილი მქონდა ბამპერი და ისე დავდიოდი. პალიროვკაში ამოვა ეს ჩა. ეს საბარგულის დეტალებია და უკან ეს მანქანა ისევ ეს ვარტა ანათებდა იმენა ვარტა ყველა მხრიდან
ყველა მხრიდან ჩანდა. ვარტა გადარჩა, ყველა მხრიდან ჩანდა. ერთი სიტყვით, ბევრი არაფერი არ მომხდარა, ანუ ძალიან მაგარი ლიდი მქონდა, ანუ ზუსტად აი ხაზზე დავხატე, მე ფარგალივით ვიარე და აი ბოლოს უკვე მივხვდი, რომ მართლა ძალიან მაგარი ლიდი მქონდა და აი გაზიდან ფეხი ვეღარა, ცოტა ემოციებს ავყევი. ვეღარავე, ცოტა გამეკვანძა, გამექცა ემოცია, იმიტომ რომ მივხვდი რომ 99% ვიგებდი. ანუ უკვე მივხვდი რომ მე ვიგებდი და აი კედელმა შემიწოვა ზედმეტად. მაგრამ აქ კიდე ერთი ფაქტორი არის, უბრალოდ ისტორიას ყვები, ანუ წავაგე და ყველა მის რომ წავაგე, ტოპ-8-დან გამოვარდი. დისკი რო შეეხო კედელს, ანუ დაჯახება არ ყოფილა, იმიტომ რომ დაჯახება რო ყოფილიყო, ეს მანქანა შემოტრიალდებოდა და პირდაპირ ვიძახი გავტოტალდებოდი იმ შეჯიბზე, აი სხვირიანად წამოვიდო და კედელს დავასკდებოდი. აქ პატარაზე მივედე და ნუ ეს დისკები იცით რომ ბევრი გვაქვს ნაყედი რომ სპეციალურად აი ამ დრიფტისთვის გამოვიყენო და რა თქმა უნდა ორიგინალები არ არის ჩინურები რომ ნუ ცოტა ხელმისაწვდომია და ორიგინალი დისკები რო ეგრე ვახათქუნო არ გამოვა. ზუსტად მაგიდან პატარა შეხებამ გამოიწვია ის რომ 5 ქიმიანი დისკი გადატყდა გულში და ვეღარ დავაფინიშეთ, რომ მე შიგნით მანქანიდან კადრებში ჩანს რომ ვაგზელებდი გაზიდან ფეხი არ ამიღია რომ დამეფინიშებინა, უბრალოდ მანქანა აღარ წავიდა ერთ ბორბალზე ვეღარ მიაღწია, იმიტომ რომ დარწმუნებული ვიყავი რომ ოდნავ გიტარა გაიღუნა და всё, ეხა შევალ ფინიში და დამთავრებული ბაზარი, მაგრამ სამწუხაროდ ეგრე არ აღმოჩნდა. ყველაფერი გამოვიდა, ხალხმა დაიმახსოვრა ეგარბენები, მუსტანგმა ყურადღება მიისია, სარიშვილი დაბრუნდა, ხმები მესმოდა, რა თქმა უნდა ის კამანდა დასაწყისში ბოლი იდგა რომ არაფერი არ ჩანდა. აი, კიბოსი წევდა ეგრე ვინც უკან მომყვებოდა ამ მანქანას. და ის კამანდა ვიზეს ვღადავთ ხოლმე ჰეითერებზე, ჩვენი საყვარელი ჰეითერები ვინც არიან. აი, ურწყინავდათ სახე ისე უხაროდათ, მეთქი რიგის ნომერი გააქვთ. ჩადადეკით იქ. ერთი სიტყვით, შევთვის ფაქტი რომ ფინალის ტოლფასი იყო, იმიტომ რომ დარწმუნებული გრიგალა უმიზნებს საქართველოს ჩემპიონობას 25-ისას და ნუ მაქსიმალურად დავიხარჯე და გრიგალა გახდა მაგ ეტაპის გამარჯვებული ულოცავ აქედან და სხვა გამარჯვებულებსაც მეორე და მესამე ადგილსაც მოგახსენებთ 2 წუთში. ეხლა ჩვენთვის დასრულებულია ეგ ეტაპი იდეაში ჩვენი გუნდისთვის, იმიტომ რომ მე გამოვარდი ტოპ-8-დან, მაგრამ ჩვენი გუნდის წევრი, უხეში დრიფტ გუნდის წევრი აგზავს მოღვაწეობას, იმიტომ რომ ყველანაირი შანსი აქვს, რომ მაგ ეტაპის გამარჯვებული გახდეს. მოკლედ, მათე გადატენილია თავისი 76-ით, LS, LQ ყველაფერ ქართულ ხელებ ნაფათურები 76-ით, რომელიც დროებით ყავს შემდეგი ეტაპისთვის აწყოს სხვა მანქანას, მაგას სიურპრიზად დავტოვებთ, მაგასაც მოგახსენებთ თუ რა მანქანას აწყოს. სხვა ვიდეოში მოგიყვებით. მათეს გულშემატკივრობთ ყველა, უკვე მათეს ვამზადებთ, მათე უკვე ტოპ 16-დან მოიგო, ტოპ-8-დან გადავიდა და ერთისივე წინ და წინ მიიწევს. შეხვდა შალიკაშვილს თავისი 30-ით გადატენილია, სხვათა შორის ეგეც ეგუება მაგ მანქანას, მაგრამ იმდენი ხანია დადის უკვე, რომ მაგას უფრო ცოტა დრო ჭირდება რაღაც ახალ მანქანასთან შეგუება, ვიდრე მაგალითად მე, რომელიც 7 წელი გულავდი ბოზებში ხარჯავდი ფულს და მე მომბრუნდი ისოტრებში. ერთი სიტყვით მათეც მე ვთვლი რომ ერთ-ერთი საუკეთესო დრიფტერია დღესდღეობით, იმიტომ პრაქტიკა არის ყველაფერი და შარშან იმდენია და იმის წინ რომ უკვე ყველას უკვე შიში ზარსემს და ყველას უკვე ანერვიულებს ხოლმე. სამწუხაროდ ჩალიკასთან წააგო, მაგრამ მესამე ადგილისთვის იბრძვის ჩვენი მათე და შეხვდა ევას, აი იმ გოგო შეხვდა, რომელიც შიში ზარსებს, იმიტომ არავის არ უნდა პატარა ბავშვთან წაგება, მით უმეტეს გოგოსთან და ყველას მორალურად აი ძაბავს ეგ გოგო. ანუ ის კი არა რომ წაგება, აი უბრალოდ პატარა ბავშვთან გოგოსთან წაგება არავის არ უნდა და ზუსტად მაგას შეხვდა ჩვენი მათე. ეს მანქანაც 26-ს კაი ნაბადქუნები არის, იმიტომ რომ დრიფტი კონტაქტური სპორტია და აგერ საბურავის კვალი აქვს, იქითაც კიდე რაღაცები კრასკაა გამძვრალი, მაგრამ ეს არაფერი ამას ყურადღებას არავინ არ აქცევს და მათე ნუ უკვე მესამე ადგილისთვის აი კბილებით უჭირავს რომ მესამე ადგილზე გავიდეს და საბედნიეროდ ევასთან მოიგო. ქულები დაუგროვ და ქულები ცოტა მეც შევმატე, გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზე ვართ, რაც კარგია, წლის ბოლოს ეგ გუნდური ჩათვლით ჩვენ დავჯილდოვდებით სავარაუდოდ სამეულში თუ ვიქნებით. ეხლა მეორე ადგილზე ვართ და ნუ ყველაფერი წინ გვაქვს.
4-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 4
მივდეოდეთ ვიდეოს მოვამბე. ჩვენი ციცო საქართველოს ტურის გვაქვს, ანუ დავდივართ ხოლმე სხვადასხვა რეგიონებში, სხვადასხვა ქალაქებში. ეხლა უკვე ზუგდიდში შეჯიბრია, პირდაპირ იქ ჩამოვდივართ და რა შეგიძლიათ იქ შეჯიბრზე მოგვინახულოთ. ჩვენი დრიფტკარები იქ იქნება და რა თქმა უნდა, ჩვენი გადატენილი ბეტსონის M4-იც იქ იქნება. ამიტომ ყველას გელოდებით 9-10 აგვისტოს ზუგდიდში. საქართველოს ჩემპიონატის მეოთხე ეტაპზე. ერთი სიტყვით, რაღა დაგვრჩენია, უკვე გამოვაცხადებ, ვინ გახდა გამარჯვებული, ვინ რომელ ადგილზე გავიდა. გრიგალა გახდა გამარჯვებული ამ ეტაპის, მეორე ადგილზე გავიდა შალიკა და მესამე ადგილზე გავიდა უხეში მათე. დღეისათვის დრიფტზე მე მგონი სულ ეს იყო, მეც ვერაფერს ვერ გეტყვით, იმიტომ ეს კადრები ნახეთ, როგორ გვეხმარებოდა ყველა, ის კომპანიები როგორ გვეხმარებოდნენ, ჩვენი მეგობრები როგორ გვეხმარებოდნენ. კარგი დღე იყო, უღრმესი მადლობა რა თქმა უნდა ორგანიზატორებსაც ამ დაუვიწყარი ნაით დრიფტისთვის. საკმაოდ ლამაზი იყო, კარგი იყო. ერთადერთი ასამომეწონა სიცხე იყო, მაგას ვერაფერს ვერ უშველი და იმიტომ დავყარა მაგ სიცხემ. დარჩენილია კიდე ორი ეტაპი, გავალთ 36-ით ამ ჩვენი წითელი მუსტანგით, გადატენილი მუსტანგი, ამას გავალამაზებ, ორი დღის ამბავია ეს ყველაფერი, რასაც ხედავთ. ეს დაზიანება სერიოზული არაფერი არ არის, ამიტომ ამას ძალიან მალე მიეხედება. დღეისათვის დრიფტზე საუბარი სულ ეს იყო, იმედია ის იამოვნეთ და იმედია ის შევასრულე, რაც დაგპირდით. ეხლა უკვე დროა გადავიდეთ საკუთარ შეჯიბრზე, უხეშ დრაგ რეისინგზე. რომელთაც იღებდა მონაწილეობას გიორგი მდინარაძე, ვალვოლინის სხვირი, რა თქმა უნდა, აქაც ვალვოლინის სხვირია, მაგრამ ბეტსონის გვერდი უცვლელია ყოველთვის. კვალიფიკაციაზე უკვე მივხვდით რა ქაოსი იქნებოდა, კარგი გაგებით, რა ორთაბრძოლები გველოდებოდა წინ, იმიტომ რომ 50 საუკეთესო მანქანა იყო და ვისაც სიტყვა ეთმის დრაგ რეისინგში, ყველა იქა, ყველა მომზადებულა, ყველას უნდა რომ უხეშ დრაგ რეისინგზე თავისთავი წარმოაჩინოს. სულ ამ ისეთი მანქანა გააზრო იქ SUV კლასისთვის, X3M, რომ დაგვიფრთხო SUV კლასი, აი მართლა ველოდებოდი მაგ მანქანას, ძალიან მაგრად დადიოდა სამწუხაროდ, ავტოსპორტი ისეთი რაღაც გაუფუჭდა. ამიტომ არ დანებდეთ შემდეგში გელოდებით, სულავა ბევრ რაღაცაში გვეხმარებოდა და არა მხოლოდ სულავა, ბევრი იქ მონაწილე, ვინც იღებდა მონაწილეობა ჩვენ დრაგ რეისინგზე, ყველა დადებითად იყო განწყობილი და ხვდებოდით, რომ ძალიან მაგარი შეჯიბრი გველოდებოდა წინ. ეს არის ყველაზე ჯანიანი Mercedes-ი დღეს. ხო ეგრეა. მე რო არა ვარ მაგითო GTS თუ არა. სულავა უმიზნებს. შევეცდები, იმიტომ რომ ამას რევანშია ქასაღები ერთხელ გავასწარეთ უკვე, გავასწარეთ, იმიტომ რომ ბოლომდე გამართული არ იყო. ბიჭებს აინტერესებდათ M5 როგორ ივლოდა და კარგად გავასწარეთ, მაგრამ პრობლემები ჰქონდა. აი ესე არიან BMW-ები, არ გაცდიან რა. ეს ნოდოს მაკლარენი უკანა წამყვან კლასს სავარაუდოდ მოიგებს და ძალიან დიდი ხანი სავარაუდოდ უკანა წამყვან კლასში დრაგზე ამანქანას ვერავინ გაასწრებს სტაბილურობიდან გამომდინარე, იმიტომ რომ სტაბილურად შეუძლია ერთნაირად, შეუძლია 50 გარბენი ერთნაირ დროში ეროს. Corros M5, რომელიც არც ერთ დრაგს არ ტოვებს. ყველა დრაგზე გამოდის და აი ესე სტაბილურად სტაჟიანი დრაგსტერად ჩამოყალიბდა Corro იმენა. ყველა დიდი სტაჟი მე მგონი Corros-აა აქ იმენა. მე ავაწყე ეს მანქანა, მე გავაკეთე. Stage 2 არის ბენზინზე, ბევრი ისეთი არაფერი. Stage 2 რაც არის ქარხნულად ეგ არის. ამაზე downpipe არის, ფილტრები არის და სპირტი რა. დანარჩენ ესეც ქარხნულია ყველაფერი. ამ მანქანით გამოდიოდა წინა დრაგზე. და რომელი ადგილი არის? მე მესამე. იმიტომ რომ ყველა გაფუჭდა. აი ეს არის ძალიან საინტერესო X3M-ი, რომელზეც ასევე გიო გვეტყვის ორს. ეს X3M ჩამოვიდა სტანდარტი, ქარხნული. შევცვალეთ რაც კი რამეა ძრავის გარდა ყველაფერი. დიდი ტურბოები დავაყენეთ, CTS-ის ტურბინები აყენია 900-იანები, კულერები, რადიატორები, რავი, რაც კი რამე არსებობს, ყველაფერი შევცვალეთ, მეთანოლის დავუყენეთ, სპირტზეც არის. რაც კი რამეა ყველაფერი გაკეთებული აქვს რა. მოკლედ ეს მანქანა იმუქრება რომ SUV კლასს ხომ მოვიგებო და მე კვადრო კლასშიც გადმოვა და იქაც დაგერევითო და ძალიან საინტერესო. ეს კვალიფიკაციას ივლის ბენზინით, სპირტი არ უსხია, მეთანოლი არა აქვს. ეს თქვენია? მოკლედ. ეს მანქანაც ჩემი ნაყიდია აუქციონზე, მოტორ დაზიანებული ვიყიდეთ. ჩამოვიყვანეთ, ეგრევე მოტორი შევცვალეთ, პირდაპირ ვიყიდეთ ძრავი და დაბალგარბენიანი ჩავაყენეთ, გუშინ დავაყენეთ დაუნფაიფები, ჩავწერეთ პროგრამა.
ესეც რაღაცას იზავს. სტაბილურ მანქანებს აწובה, მოკლედ სულავა, იმიტომ რომ ეს ვალერასაც და აჰა, всё, წავიდა აქად, პოლუხაფანგები. და მოკლედ ეს ბუბუს მანქანა არის და ძალიან მიხარია ამ მანქანას თუ დრაგზე ვხედავ, იმიტომ რომ ბუბუმ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დრაგზე მონაწილეობა მიიღო ჩვენთან, ანუ street legal კლასში რომ მოხვედრილიყო, აი კაპოტიც დაახურა, ტურბოც ჩაწ. მოკლედ ბევრი იწვალა და დასაფასებელია და ძალიან მიხარია, რომ ადამიანმა მოინდომა და მაინც თავისი შედეგი მიიღო, რისი გაკეთებაც უნდოდა. ის რომ всё, არა ძმაო, всё ეს სულავამ დაბრაკა მოკლედ რა. მოკლედ ეს არის 340 და ერთ-ერთი ყველაზე ჯანიანი მანქანაა დღეს დრაგზე. კარტები არ გაქვს, არ გამოგიშვებს. სულავამ დაბლოკა ძმაო შენი მანქანა, всё. ყველაზე ჯანიანი მანქანა არის მოგემგონი დღევანდელ კი არ და ხვალინდელ დრაგზე. ანუ ამაზე მეტი ცხენის ზალა სავარაუდოდ ამ დრაგზე არც ერთ მანქანას არა აქვს. ეს არის ბოლომდე გაკეთებული M5 და საბურავზე აქ 1000 ცხენის ზალა. ამდენი ცხენის ზალა ჯერ არავის არ აქვს. 1120 მე მგონი. არის ძრავზე. საბურავს. საბურავზე? ბოდი 1000. დაბალი წნევა. 120. შარუბერავე დაბალი წნევაზე არის. აჰა. პოტენციალი აქვს მანქანას, მაგრამ 400-მეზე დიდი ცხენი ზალა შენ ძალიან კარგად იცი, აზრი არა. არა თუ მოეჭიდა დაგვენძრა. მოეჭიდა კი ბატონო. I was born for it, I was made for it. Working before I was paid for it. Ain't no finish line, I'm trying to race to it. I'ma run it after the tape torn. Can't be easing up, I keep the speed. I need that paper busting out the ring. I don't just love it, I'm a fiend. That's why I'm never running out of steam. And yeah, I'm the pastor, but I'm a heathen. I gotta get it beat. Some bereavement, we ain't just in the lead, we the leads. And pushing it till we see every region, pedal the flow. Literally kill it, they out of the know. I got the temperature sweltering, never so effortless, referencing what's in the toe. Don't mention my name, listen next to the coast. Traumatized through all the years, still I rise, I'm hard to kill. Before they lay me down the hill, I pray the Lord my sights reveal. All enemies inside, he holds true to words that God forgives. Close your eyes and guard your ears. Close your eyes and guard your On the way to get a plate, I had to elevate and clear the slate. Before I could ever make a buck break, it was some different routes I had to take. I'm at a different height and they can feel it. But cruising to 30K, the crew is great. I'm trying to take it up through the ceiling, no limit on anything I never take. Cause I'm in demand and shit. I stuck to the plan, it's clear. Yeah, I got a plan to build. Applying pressure with no plans to chill. Put me in that prime time, this is special. I'm keeping the schedule filled. No time for the extra at all. I got it unlocked and concealed. I ain't trying to play. I'm in the field all day. I hit the top speed, still pushing it. That's how it is all day. You know I had it. ეხლა რაც შეეხება ჩვენ M4-ს, ჩვენ ავტომობილს, რატო ვერ მოვიგეთ? ბევრი მიზეზია ზოგადად შეჯიბრი, რატო შეიძლება ვერ მოიგო, მაგრამ ჩვენ მიზეზს გეტყვით. მოგეთ რამოდენიმე დღით ადრე, აი ეს ტურბოები, ჩვენ 1000-ზე აყვანელი, აი ვარგასის ტურბოები, აი დაამტკნა რა, არის ადედა, მაგრამ ორივე ტურბო გაფუჭდა. რა გვექნა, შეკვეთას ვერ მოვასწრებდით ვერანაირად, ერთი სიტყვით გიო ფიქრობდა, იმიტომ რომ როლები გადანაწილებული გვაქვს, ანუ ამ მანქანას გიო აწყობს ხოლმე, იმას მე კი ვიცით ერთმანეთის მანქანას რას უკეთებ და როგორ ვაკეთებ, მაგრამ ნუ მაინც საფიქრალი და თავის თავზე მოსარგები გიოს ქონდა და მიიღო ესეთ გადაწყვეტილება, აი ეგ დგას ოფლი გაზდის ახლა კამერა უჭირა სამსიწყეში, ფიქრობდა და მოიფიქრა ესეთი რაღაც, რომ აქო ადგილზეო ლოკალურად უნდა მოგვარდეს ეგ პრობლემაო და მივიდა ტურბოების ხელოსანთან გიორგისთან, რომელმაც გაუკეთა ეს ტურბოები, გაუკეთა და მაგ ტურბოებით მივიღეთ მონაწილეობა. მაგრამ პრობლემა რაში იყო? ტესტებისთვის დრო არ დარჩა ამ მანქანის, იმიტომ რომ როდესაც რაღაცა ფუჭდება, აი როგორც ჩემი ბენზონასოსი არ იყოს მუსტანგზე, მე რაღაცა ცვლი იმას ახლიდან ჭირდება ეს პროცედურა, ეს ტესტები ჭირდება ახლიდან. ანუ სპორტულ მანქანაზე, გადაკეთებულზე, გაძლიერებულზე, ეს არის ერთი ნაწილი შევცვალე და всё შეუბერეთ, ეგრე არ არსებობს. ეგრე არსებობს ქარხნულ მანქანაზე, მაგრამ როდესაც შენ ცხენები გაქვს მომატებული, გაძლიერებული გაქვს, არაქარხნული ნაწილები გიყენია, რაღაცას რო ცვლი, ყოველთვის ჭირდება ტესტები. ტესტების დრო არ იყო, ამიტომ რა პირობებშიც იყო ავტომობილი, იმ პირობებით მივიღეთ მონაწილეობა. ჩვენი მანქანა გატესტილიც რო ყოფილიყო და 100%-ზე რო ყოფილიყო გამართული, აი ყველაფერი იდეალურად რო ყოფილიყო, მაინც ჩვენზე ჩქარი მანქანა მოიყვანეს ABP-ს გაკეთებული M5 1000 ცხენი ქონდა საბურავზე, რომელიც გახდა 4-ვე წამყვანში გამარჯვებული, ულოცა აქედან, დამსახურებულად მოიგო. გვიხარია, შემდეგ ეტაპზეც გელოდებით, მეორე შეჯიბრზე ყველას გელოდებით გაუმჯობესებული მანქანებითაც. რა თქმა უნდა, ამაზე ტესტებს უკვე გავაგრძელებთ, შეიძლება კიდე რაღაცები შევმატოთ და უფრო ჩქარი გახდეს. შეჯიბრი არასდროს არ იცი რა როგორ მოხდება და ვინ მოიგეს, ვინ წააგეს, მაგრამ მაგ დღეს ყველაზე მძლავრი და ჩქარი არ ყოფილა ჩვენი M4 და მაგას ვაღიარებთ. თუმცა მაინც იმას დაუბრუნდები, რომ ანუ ის სილამაზეც შეიძლება რომ შეგვენარჩუნებინა, ანუ street legal-ს ჩვენ რასაც ვეძახით, ანუ street legal მანქანაში ძალიან სწრაფი
მანქანები მოაგორეს ბიჭებმა ამ გუნდებმა და მიხარია რომ ესე მოემზადეთ და ესე მიიღეთ კარგად მონაწილეობა ჩვენს ჩატარებულ შეჯიბრში. ოთხივე წამყვან კლასში მეორე და მესამე ადგილზე გავიდა GT Performance-ის აწყობილი მანქანები და უკანა წამყვანში თვითონ ნოდომ GT Performance-ის დამფუძნებელმა მოიგო drag racing-ი თავისი ბრუტალური McLaren. ZZ უკვე 5 drag racing-ის შეჯიბრი მოიგო და ბოლოს გადაწყვიტა რომ მობეზრდა, ხო არ გიხმარცოთ. გადაწყვიტა რომ ეს McLaren-ი დაასვენოს და მივესალმები მაგ გადაწყვეტილებას. ერთი სიტყვით, რავი, უკანა წამყვანებში, აი, მოსტრიტ ლეგალო კლასში და არასტრიტ ლეგალში ყველგან 5 ეტაპი რა ჩატარდა, ZZ მოიგო, სადაც გამოვიდა და ულოცავ ამ წარმატებას. მართლა მაგარი წარმატებაა და კარგი მიღწევაა. რაც შეეხება GTS უკანა წამყვანში ბევრი ელოდებოდით, მაგას მომდევნო დრაგის ვიდეოში გაიგეთ, პატარა სიურპრიზს გიმზადებთ. ჩვენთან არხზე იმდენად სწრაფად ვითარდება რაღაც მოვლენები და იმდენად სწრაფად იცვლება ყველაფერი, რომ აი ერთ დღეს რაღაცას ვაპირებთ, უცებ შეიძლება ორმაგად მაგარი რაღაც შემოვაგოროთ ან გავაკეთოთ ჩვენს არხზე და ამიტომ GTS-ის დროებით მივასვენეთ და მაგაზე სხვა გეგმები გვაქვს, რასაც აუცილებლად მომდევნო ვიდეოში მოგიყვებით. ერთი სიტყვით დღევანდელი ვიდეო დასასრულს უახლოვდება. უღრმესი მადლობა მინდა ყველას გადაუხადო, რა თქმა უნდა იმ ხალხს, ვინ ჩვენ გვეხმარება, ან მეგობრებს გულისხმობ, რა თქმა უნდა ჩვენ სპონსორებს, ვინც იღებს მონაწილეობას, ვინც არის ჩვენს გვერდით, ვინ ჩვენ შეჯიბრებს ასპონსორებს, ვინ ჩვენ მანქანებს ასპონსორებს, ვინ ჩვენ არხს ასპონსორებს, იმიტომ რომ ისევ იმას უბრუნდები, რომ ჩვენ ისეთ ხალხთან გვიწევს თანამშრომლობა და ისეთ ხალხთან ვართ და გვინდა და მოგწონს ეს ურთიერთობა და ისეთ კომპანიებთან, რომლებიც ყოველთვის გვერდში გვიდგანან და ზუსტად ეს საოცარი და გასაოცარი პროექტები რომ შემოგთავაზოთ. მე მგონი საკმაოდ მაღალი დონეა საქართველოსთვის აი ესეთი ავტომობილების აწყობა და ესეთი მანქანებით მონაწილეობის მიღება და ეს არის დამსახურება იმ კომპანიების, რომლებიც არიან ჩვენს გვერდით. ზუსტად ერთ-ერთ კომპანიაში ვიმყოფები ახლა და ვიღებ ამ ვიდეოს. ეს არის Tegeta Motors-ი. უღრმესი მადლობა Betsons, უღრმესი მადლობა Valvoline-ს, უღრმესი მადლობა Vissol-ს და რა თქმა უნდა უღრმესი მადლობა თქვენ ერთგულ მაყურებელს. დიდი ხანია გვიყურებთ, ალაიქებთ, აკომენტარებთ, ეს ჩვენთვის ყოველთვის мотиваცია იყო და ყოველთვის мотиваცია დარჩება და ყოველთვის შევეცდებით, რომ უფრო და უფრო მაგარი შეჯიბრებები ჩავატაროთ, უფრო მაგარი ტესტ-დრაივები გადავიღოთ და უფრო მაგარი პროექტები შემოგთავაზოთ ხოლმე ჩვენს უხეშ ტესტ-დრაივის არხზე. მე ის გადამჩენია დაგემშვიდობოთ, მაგრამ გიტოვებთ ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ღონისძიების უხეშ დრაგ რეისინგის ულამაზეს კადრებს. დროებით.